ერნესტ ჰემინგვეი, ჩემი მოხუცი. ახლა რომ ვფიქრდები, ადრე მგონია, ჩემ მოხუცს თვითონ ბუნება მარგუნა წილად, მსუქანი ყოფილიყო მეთქი. ალბათ ისეთივე დაბალი ტანის ჩამრგვალებული და ჩასუქებული კაც უნდა გამხდარიყო, რომლის მსგავსად ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდება ადამიანი, მაგრამ არასოდეს კი არ გასუქებულა. მარტო ბოლო დროს გამოიმატა ცოტა, ეს მაშინ როცა მხოლოდ სტიპლ ჩეისში მონაწილეობდა და წონის მომატება საშიში აღარ იყო. მახსოვს როგორ ჩაიცვამდა ხოლმე 2-3 ფლანელის პერანგს, გადაიცვამდა ზევიდან დაბამბულ ქურთუქს, თბილ სვიტრს, თან წამიყვანდა, თვითონაც დარბოდა შუაგულ სიცხეში და მეც მარბენინებდა. მახსოვს მუდამ დღე ადრე დილით საათის 4-ზე ჩამოვიდო და თუ არა ტურინიდან წავიდოდა კაბრიოლეტით იპოდრომზე. გამოიყვანდა რაცოს საჯინიბოდან რომელიმე ჯაგლაკს, ცოტა საჭენებდა, მერე მობრუნდებოდა და უთენია როცა გარეთ ჯერ კიდევ არ გამშრალიყო ნამი და მზეც ჯერ არ ამოწვერილიყო, მომიშველიებდა ჩექმების გახდაში. ჩაიცვამდა სპორტულ ფეხსაცმელს, გადაიცვამდა ყველა ამ სვიტრს და სარბენად გადიოდა. წამო ბიჭო, მეტყოდა ხოლმე, თან გასახდელის კართან იდგა და კუნთების გასავარჯიშებლად ფეხის წვერებზე წამოწეული ადგილზე დარბოდა. ჯერ სარბენ ბილიკზე დავარტყამდით ერთ-ორ წვეს. ის წინ მირბოდა, მერე კი გავიდოდით ჭიშკრიდან და ახლა გავარბოდით სიროსკენ მიმავალ გზაზე, რომლის გაყოლებით ორივე მხარეს ხეები იყო ჩამწკრივებული. გზაზე რომ გავიდოდით, ახლა უკვე მე უსწრებდი წინ. ბიჭობაში ცუდი სირბილი არ ვიცოდი. გავარბოდი და დრო უკან ვიხედებოდი. ის კი ჩორთით მომდევდა. მალე კი მთლად გაოფლიანდებოდა. სახეზე ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა და მაინც მორბოდა. მორბოდა და ზურგში მომჩერებოდა. როცა შემნიშნავდა რომ ვუყურებდი, გაიღიმებდა და მეტყოდა. ნახე როგორ მომდის ოფლი. ის რომ გაიღიმებდა, არ შეიძლებოდა შენც არ გაგეღიმა საპასუხოდ. ასე ავირბენდით ხოლმე გორაკზე და მერე გავიგონებდი როგორ მეძახდა ჩემი მოხუცი უკნიდან. ჰეი ჯო, მოვიხედავდი და ის კი უკვე ხის ძირში იჯდა და ახლა ყელზე ჰქონდა მოგდებული ის პირსახოცი ადრე რომ წელზე ერთხა. დაუბრუნდებოდი უკან და გვერდში მოუჯდებოდი. ის კი ამოიღებდა ჯიბიდან სახტუნაო თოქს და ახლა ხტუნვას იწყებდა შუაგულ მზეში. ოფლი ღვარად ჩამოსდიოდა პირისახეზე. ხტოდა და მტვერს აყენებდა. ხტოდა და ატყლაშუნებდა თოქს. ტყლაშ, ტყლუშ, ტყლაშ, ტყლუშ. მზე კი აცხუნებდა და აცხუნებდა. ის კი ხტოდა და ხტოდა გზაზე, ხან წინ, ხან უკან. ერთ რამე ღირდა ჩემი მოხუცის ყურება ამ დროს. ხან აჩქარებდა თოკის ტრიალს, ხან შეანელებდა. უნდა გენახათ როგორ მოგვაჩერდებოდნენ ხოლმე იტალიელი მეურმეები, ქალაქისკენ მიმავალი რომ ჩაგუვლიდნენ გზად, ფეხით რომ მისდევდნენ ურმებში შებმულ ზორბათეთრ ხარებს. სახეზე ეტყობოდათ რომ ჩემი მოხუცი მთლად ჭკუად მყოფელი არ ეგონა. გაჩერდებოდნენ და პირდაღებული მისჩერებოდნენ მას. ეს კი ახლა უკვე საგანგებოდ სწრაფად დაატრიალებდა თოქს. ისინი ერთხანს უყურებდნენ, მერე კი ისევ მოყვებოდნენ სახრის ტყლაშუნს და გაგვეცლებოდნენ. აი როცა ასე ვიჯექი და მივჩერებოდი როგორ ხტოდა ის პაპანაკება სიცხეში, მახსოვს არაერთხელ გამიფიქრია, ძალზე მიყვარს მეთქი ჩემი მოხუცი. ვერ აგიწერთ რა სახალისო იყო მისი ყურება, მერე უნდა გენახათ რა გამწარებული მუშაობდა და როგორ წურწურით ჩამოსდიოდა ოფლის სახეზე. ბოლოს გადაკიდებდა თოქს ხის ტოტზე, ჩამოჯდებოდა ჩემს გვერდით, შემოიხვევდა კისერზე პირსახოცს და ხეს მიეყრდნობოდა. ო, რომ იცოდე ჯო, რა დაწყევლილი რამა ეს ქონის დაყრა. იტყოდა ის, გადაწვებოდა უკან თვალს დახუჭავდა და რამდენჯერმე ღრმად ჩაის უნთქავდა. ნეტავი იმ დროს ახალგაზრდა რომ ვიყავი, მერე წამოდგებოდა ფეხზე, ცოტას გაგრილდებოდა და მალე ისევ ჩორთით დავეშვებოდით საჯინიბოსკენ. აი ესეთ წვალებით იკლებდა წონას ჩემი მოხუცი. თავის წონაზე ფიქრი მოსვენებას არ აძლევდა საწყობად. სხვა მოჯირითეები ცხენის ერთ გაჭენებაზეც კი ადვილად იკლებენ წონას. თითო გაჭენებაზე როგორც წესი 1 კილოგრამამდე კარგავენ. ჩემი მოხუცი კი თითქოს თლად გამოშრაო. მთელი ამ პროცედურების გარეშე 1 გრამის დაკლებასაც კი ვერ ახერხებდა. ერთხელ მახსოვს სან-სიროში ერთი ახალგაზრდა იტალიელი ჟოკეი ბაკებიდან გამოვიდა და დახლისკენ გასწია, რომ რამე დაელია. ბეზონის საჯინიბოდან იყო და სახელად რეგოლი ერქვა. მსუბუქად მიდიოდა და ჩექმის ყელზე მათრახს იტყაპუნებდა. რეგოლი ისიც იყო აწონილიყო. მამა ჩემიც აწონილიყო და ისიც კარში გამოვიდა. ჭარხლისფრად ალეწოდა სახე, არაქად გამოცლილი მოლას ლასებდა. ხელში უნაგირს მოათრევდა, ტანსაცმელი კი ლამიზზე დასკდებოდა. გაჩერდა და რეგოლისკენ დაიწყო ყურება. ის კი ახლა უკვე დახლთან იდგა, სულ მთლად ნორჩი და ჭაბუკი. რა მოხდა მეთქი, მამე? კითხე. ვიფიქრე რამე თუ აწყენია რეგოლიმ და ასე იმიტომ მოყურებს მეთქი. იმა კი მხოლოდ შეხედა და თქვა,
დასწყევლოს ეშმაკმა მაგისი თავი. მარტო ესა თქვა და გასახდელისკენ წავიდა. ვინიც ის ეგება არც არაფერი მომხდარიყო მილანში რომ დაურჩენილიყავით და იქან ტურინში გვემუშავნა, რადგან თუ კი შეიძლება რომ დოღის ჩატარება სადმე ადვილი იყოს, ეს პირველ რიგში ამ ორ ქალაქზე ითქმის. ნამდვილი პიანოლაა ჯო, მითხრა ერთხელ ჩემმა მოხუცმა და ცხენიდან ჩამოხდა. მახსოვს ეს იმ ჯირითის შემდეგ იყო, რომელიც იტალიელებს განსაკუთრებით ძნელი ეჩვენათ. როცა ვერ გავიგე რა თქვა და ჩავეკითხე, ასე მითხრა. აქ ისეთი ბილიკია რომ თვითონ გარბის. დაბრკოლებები კი მაშინაა საშიში, როცა დიდი სიჩქარით მიდიხარ, მაგრამ განა ეს სიჩქარე სიჩქარეა, ანაბა ეს რა დაბრკოლებებია. საერთოდ კი იცოდე, დოღისას მთავარია შესაფერისი სიჩქარე აიღო, დაბრკოლებები კი არაფერია. ისეთ შესანიშნავი იპოდრომი სან-სიროში რომ იყო სხვაგან აღარსად მინახავს. ჩემი მოხუცი კი მაინც უკმაყოფილოდ ბუზღუნებდა, ძაღლივითავ ცხოვრობო იტყოდა ხოლმე. აბა ეს საქმეა, მირაფიორედან სან-სიროში ვეთრევი, დასვენება რა არის, არ ვიცი. მუდამ დღე მატარებლითაც დავჩაქჩაქებ. რაღა დაგიმალოთ და მე ცხენების გიჟი ვიყავი. აბა რა ჯობია იმათ ყურებას, როცა საჯინიბოდან გამოვლენ და ბილიკის სტარტისკენ მიდიან. გეგონებათ ცეკვავენ. მერე და რა მოხდენილები არიან, მხედრები აღვიშს ეწევიან და აკავებენ. დროდადრო კი თავისუფლადაც მიუშვებენ ხოლმე, რომ ცხენმა თავის ნებაზეც გაინავარდოს. მახსოვს ახლოს რომ მოვიდოდნენ ბარიერთან ღერვისგან სუნთქვაც კი მეკროდა. მერე და რა ლამაზია სან-სიროს იპოდრომი, თავისი გრძელი, მწვანე სარბენი ბილიკითა და მაღალი მთებით ირგვლივ. სტარტთან სანიშნო ალმით ხელში დგას ჩასუქებული სტარტერი, მხედრები ცხენებს აუკებენ, მერე კი ზარი რეკვას იწყებს და ლენტით წყდება. ცხენები ჯერ ერთად ჯგუფურად მოწყდებიან ადგილს, მერე კი თანდათან გაიშლებიან და თოკივით გაიჭიმებიან ერთ ხაზზე. ო რა ბაგაბუგი გააქვს გულს ტრიბუნაზე რომ დგახარ დურბინით ხელში და ხედავ თუ როგორ ერთდროულად გავარდებიან ცხენები სტარტის ხაზიდან და გაჭენდებიან. და გეჩვენება რომ ზარი უსასრულოდ დიდხანს რეკავს, მერე კი ისევ ხედავ მათ მოსახვევში. ჩემთვის რომ გეკითხათ მათ ყურებას არაფერი ჯობდა და ამიტომაც მახსოვს ერთხელ ძალზე გამიკვირდა, როცა ჩემმა მოხუცმა ასეთი რამ მითხრა. განა ეგ ცხენებია ჯო, მაგ ჯაგლაგებს პარიზში ერთ დღესაც არ გააჩერებდნენ და მაშინ სასაკლაოზე უკრავდნენ თავს. ის ამ დროს გასახდელში იყო და ტანსაცმელს იცვლიდა. ეს სწორედ იმ დღეს მითხრა, როცა კომერციული პრემია მიიღო. მახსოვს მისი ლანტრონე ისეთი ძალით გავარდა წინ, ბოლო 100 მეტრზე. გეგონებოდათ ბოთლიდან ამოხეთქილი საცობიაო. კომერციული პრემიის მიღებისთანავე ავიკარეთ გუდანაბადი და იტალიიდან საფრანგეთში გადავსახლდით. მახსოვს წასვლამდე 3-4 დღით ადრე ჩემი მოხუცი ჰელბრუკი და კიდევ ის ერთი ჩასუქებული იტალიელი ჩალის ქუდი რომ ეხურა და წარამარაც ღვთისახურით რომ იმშალებდა სახეს რაღაცაზე წაკინკლავდნენ გალერეაში. მაგიდასთან ისხდნენ, ფრანგულად ლაპარაკობდნენ და ორივე რაღაცას ჩაჩიშნებდა ჩემს მოხუცს. ეს კი ბოლოს უკვე ხმას აღარ იღებდა, იჯდა და თვალს არ აცილებდა ჰელბრუკს. ის ორნი კი მაინც რაღაცას ჩასწიებოდნენ. ხან ერთი ქაქანებდა, ხან მეორე. ეს იტალიელი მაინც პირდაპირ ლაპარაკს არ აცლიდა ჰელბრუკს. აბა ჯო, გაიქეცი ერთი და სპორტსმენი მიყიდა, მითხრა ჩემმა მოხუცმა და 2 სოლდი გამომიწოდა. თან თვალი არ მოუწვდებია ჰელბრუკისთვის. გამოვედი გალერეიდან და ლასკალას წინ გაზეთი ვიყიდე. მერე უკან მოუბრუნდი და მათგან ცოტა მოშორებით გავჩერდი. არ მინდოდა ხელი შემეშალა. ხედავ ჩემი მოხუცი გადაწოლილა სკამის ზურგზე და კოვზით რაღაცას ქექავს ყავის ფინჯანში. ჰელბრუკი და ჩასუქებული იტალიელიც იქვე დგანან. იტალიელი ისევ ღვთისახურით იმშრალებს სახეს და უკმაყოფილოდ აკნევს თავს. მერე როცა ახლოს მივედი, ჩემმა მოხუცმა თითქოს ვერც ამჩნევსო იმორს მითხრა. ნაყინი ხომ არ გინდა ჯო? ჰელბრუკმა ერთი შეხედა ჩემს მოხუცს და ღვარძლიანად უთხრა. შეძაღლის შვილო შენა და იმ იტალიელთან ერთად გასცილდა იქაურობას. ჩემს მოხუცს არაფერი უთქვამს. შემხედა რომ ნაძალადევად გამეღივა, მაგრამ სახეზე ფერი არ ედო და ეტყობოდა რომ ცეცხლი მოედო. მეც კარგა მაგრა შევშინდი და გული მომევიდა. ვატყობდი რომ რაღაც ხდებოდა და ვერაფრით გამეგო როგორ მოხდა რომ ვიღაცა მამას ძაღლის შვილოა უთხრა და სამაგიერო კი არ მიიღო. ჩემმა მოხუცმა გაზეთი გაშალა, თვალი გადაავლო დოღის შედეგებს და მითხრა, რას არ უძლებს ადამიანი. სამწეში კი ტერნერის საჯინიბოს წინ გამართულ აუქციონზე გავყიდეთ ყველაფერი, რაც ჩვენს ერთადერთ ზანდუქსა და ჩემოდანში შეეტია და სამუდამოდ გადავბარგდით მილანიდან პარიზში. პარიზში დილით ადრე ჩავედით. ეს იყო გრძელი, უსუფთავო სადგური, ლიონის სადგური, როგორც მე ჩემმა მოხუცმა მითხრა. მილანის შემდეგ პარიზი საოცრად დიდ ქალაქად მეჩვენა. მილანში ასე გონია ყველა მიწის საით მიდის ტრამვაებმაც იციან თავისი გზა და ასეთი არეულობა არ არის. პარიზი კი თითქოს და რაღაც უშველებელი ხლართია, რომელსაც რაც არ უნდა ეცადო ვერ გახსნი.
მერე კი წარმოიდგინეთ ბევრი რამ მომწონდა კიდევაც პარიზში, რაც მთავარია პარიზის დოღს არაფერი შეედრება. დოღის დღეს თითქოს ყველაფერი ისეა აწყობილი, რომ იპოდრომისკენ მიმავალ ტრამვაებსა და ავტობუსებს საერთო არაულობა ვერაფერს აკლებს. მიდიან და მიიკვლევენ გზას იპოდრომისაკენ. ბევრი კი ვერაფერი ვნახე პარიზში, რადგან ჩემი მოხუცი კვირაში 1-2 თუ ჩამომიყვანდა ხოლმე იქ მეზონიდან. ჩამოვიდოდით და ისიც მთელ დღეს სხვა მოჯირითეებთან ერთად კაფე დე ლა პარიზში ვისხედით ოპერის შენობის გვერდით. ეს იყო ქალაქის ყველაზე ხმაურიანი ნაწილი, მაგრამ უცნაურია პირდაპირ, რატომ არ უნდა ყოფილიყო ასეთ დიდ ქალაქში გალერეა. დავსახლდით მეზონ ლაფიტში, ვინმე მისის მეიერის პანსიონში. აქვე ცხოვრობდა თითქმის ყველა მოჯირითე, გარდა იმ პატარა ჯგუფისა შანტილიაში რომ იყო. მეზონი ისეთი შესანიშნავია, რომ სადაც მიცხოვრია ვერც ერთი ადგილი ვერ შეედრება. თვითონ ქალაქი დიდი არაფერია, მაგრამ სამაგიეროდ ტბა და ტყეები აქვს ისეთი, რომ იმის ნახოს არაფერი ჯობს. ამ ტყეებში დილიდან საღამომდე ბიჭებთან ერთად დავეხეტებოდი. ჩემმა მოხუცმა შურდულიც გამიკეთა. დავდიოდი ტყეყრაში და 1000 გვერდ ჩიტებს ხოცავდი. მახსოვს ერთი ლამაზი კაჭკაჭი ჩამოვაგდე ერთხელ. ერთხელ კი პატარა დიკ ატკინსონმა ბაჭიასაც მოახვედრა ჩემი შურდული. დავდეთ ბაჭია ხის ცივში, შემოუსხედით გარშემო და დიკმა ყველას სიგარეტები ჩამოგვირიგა. უცებ ბაჭია წამოხდა და ბუჩქებში მიიმალა. ბევრი ვეძებეთ, მერე მაგრამ აბა როგორ გავიპოვიდით. ვინ მოთვლის კიდევ რამდენი გადამხდა მეზონში. მისის მეიერი მასაუზმებდა დილაობით და მერე ჰერი ბიჭო. მთელი დღით ვიკარგებოდი. ფრანგულიც მალე ვისწავლე. ძნელი ენა არ არის. ჩავედით თუ არა მეზონში ჩემმა მოხუცმა დაუყოვნებლივ გამოითხოვა მილანიდან თავისი ჟოკეის მოწმობა და მახსოვს ძალზე ღელავდა, სანამ არ მიიღო. მეზონში ყოფნისას ყველაფერზე მეტად კაფე დე ლა პარიზში უყვარდა ჯდომა, თავისი ნაცნობების წრეში. მოჯირითეთა უმრავლესობა, რომელთაც ის ომამდე იცნობდა, ახლა მეზონში ცხოვრობდა. კაფეში სასიარულოდ კი დრო ყველას ბევრი ჰქონდა, რადგან მოჯირითეებს როგორც წესი დილის 9 საათისთვის უკვე დამთავრებული აქვთ ვარჯიში და მთელ დღეს თავისუფალი არიან. ცხენების პირველი პარტია დილით 6-ის ნახევარზე გამოყავთ გასატარებლად, მეორე კი 8 საათს. ამიტომ უთენია უნდა ადგე და ადრე დაიძინე. თუ კი რომელიმე ჟოკეი ვინმესთან მუდმივად მუშაობს, მისთვის არც მა შეიძლება. დამწყობ მოჯირითეებს თავისი მწვრთნელები უწევენ კონტროლს, გამოცდილი კი თვითონვე უწევს კონტროლს საკუთარ თავს. ერთი სიტყვით როგორც კი მუშაობას მორჩებოდნენ, მოდიოდნენ და თავს იყრიდნენ კაფე დე ლა პარიზში, შემოუხდებოდნენ მაგიდებს და იდგამდნენ წინ ერთ ჭიქა ვერმუტს, გაზიანი წყლით და ასე ისხდნენ 3-4 საათს. მასლა ათობდნენ, ყვებოდნენ სხვადასხვა ამბებს, თამაშობდნენ ბილიარდს. მოკლედ კაფე დე ლა პარიზი მილანის გალერეას მაგივრობას წევდა მეზონში. განსხვავება მარტო ის იყო, რომ გალერეაში ყველა აქეთ-იქით მიდი მოდის, აქ კი მაგიდებს უსხედა. ბოლოს როგორც იქნა ჩემმა მოხუცმა ხელთიგრა მოწმობა და 1-2 ამიენსა და კიდევ რომელიღაც პროვინციაში გამართულ დოღშიც მიიღო მონაწილეობა. მუდმივი სამუშაო კი ვერ იქნა და ვერ იშოვნა. მეგობრები კი არ აკლდა ჩემს მოხუცს. მახსოვს რამდენჯერაც კი შემივლია კაფე დე ლა პარიზში შუა დღეზე, მუდამ ვინმესთან ერთად იჯდა მაგიდასთან და სასმელზე პატიჟებდა. ეს იმიტომ, რომ სხვასავის წუწურაკი არ იყო. ზოგიერთივით კი არა ვარო, ვინ სიცოცხლეში ერთხელ ძლივს მოახერხა აიღო 1.5 დოლარი სანტ-ლუისის საერთაშორისო შეჯიბრებაზე 904-ში. ასე იტყოდა ხოლმე ჩემი მოხუცი, როცა ჯორჯ ბენსის გაბრაზება უნდოდა. ყველას უყვარდა ჩემი მოხუცი. ეგ იყო მხოლოდ ცხენებს არავინ აძლევდა. მუდამ დღესადმე მივდიოდით დოღის საყურებლად და ამას კი არაფერი მერჩიუნა. მახსოვს როგორ გამეხარდა, როცა ზაფხული მიიწურა და ცხენები დოვილიდან ჩამორეკეს. ახლა უკვე ტყეში წანწალისთვის აღარ მეცალა, რადგან ყოველდღიურად მივდიოდით ხან ენგიენში, ხან ტრამბლეში, ხანაც სენკლუში და მოჯირითეთა ტრიბუნიდან უყურებდით დოღს. ცოტა რომ საინტერესო როდი გავიგე დოღის შესახებ ამ წლებში და რაც თავარია ყველაზე უფრო ის მიხაროდა, რომ დოღზე ყოველდღე დავდიოდით. არასოდეს დამავიწყდება ერთი ასეთი დოღი სან-ლუისში რომ მოეწყო. დიდი დოღი იყო, 7 გამოსვლით. პრიზი კი 200,000 ფრანკი. იმ დღევანდელი დოღის ფავორიტი ქსარი იყო, მახსოვს ჩემმა მოხუცმა ცხენების სანახავად რომ წავიდა საჯინიბოში, მისთან წამეყვანა. ასეთი ლამაზი ცხენები წინათ არასდროს მინახავს. ქსარი მაღალი, ჩალისფერი ულაყი იყო, შეკრული და მოხდენილი. მის ნახვას არაფერი ჯობდა. მახსოვს საჯინიბოში ატარებდნენ და გვერდზე რომ ჩამიარა თავდახრილმა ისეთი მშვენიერი სანახავი იყო, რომ სუნთქოც კი შემეკლა. ჩამოსხმული ტანადი ნატიფი პირდაპირ ცხენის უნახავს გაგხდიდა. დინჯად დადიოდა, ფრთხილად ადგამდა ფეხებს და ისე მსუბუქად მოძრაობდა, გეგონებოდა ყოველი ნაბიჯი წინასწარ აქვს გაზომილია. არც თრთოდა, არც ძახცახებდა, არც ყალყლად დგებოდა და არც დაფეთებული აცეცებდა თვალებს, როგორადაც აუქციონზე იქცევიან ხოლმე ცხენები.
ხალხი ჯგროდი იყო და მე მისი ჩალისფერი ფეხების გარდა ვეღარაფერს ვხედავდი. ჩემმა მოხუცმა კარში გამიყვანა. ძლივს გავიკვლიეთ გზა ბრბოში და ხეების ქვეშ მოწყობილი გასახდელისკენ წავედით, სადაც ასევე უამრავ ხალხს მოეყარა თავი და გზას შეეკრა. მაგრამ შესასვლელთან გახიდულმა ჩალისკუდიანმა კაცმა თავი დაუქნია მომაჩებს და შიგნით შევედით. აქ კი ყველა იჯდა და იცონდა, ვინ პერანგს, ვინ ჩექმას. ოთახში ძალზე მძიმე ჰაერი იყო და მწარე ოფლის სუნი იდგა. ფანჯრებს კი ხალხი მოსწყდომოდა. ჩემი მოხუცი მივიდა და გვერდში მიურჯა ჯორჯ გარდნერს, რომელიც ამ დროს შარვალს იცონდა და კითხა. აბა რა სიტყვი ჯორჯ? პირდაპირ კითხა. ისეთნაირად კი არა, თითქოს რაღაც უნდა გამოსტყუოსო. ჯორჯთან ვერავით არ ეშმაკობა ვერ გაგივიდოდა. თუ თქმა უნდა და ისედაც მეტყოდა, თუ არა და არა. ეგ ვერ მოიგებს, თქვა ჯორჯმა ხმადავლა, თან წაიხარა და ფეხზე ღილი შეიკრა. მაშ რომელი? კითხა ჩემმა მოხუცმა და თვითონაც დაიხარა ჯორჯისკენ, რომ მათი ხმა სხვას არავის გაეგო. კერკუბინი, უთხრა ჯორჯმა, და თუ მართლაც მოიგო 1-2 ბილეთი ჩემთვისაც შემოინახე. მერე კიდევ რაღაც თქვა ჩემმა მოხუცმა, ისე ვითომც აქ არაფერიაო და ჯორჯმაც ახლა უკვე სხვის გასაგონად მithom და ხუმრობით უპასუხა. იცი რას გირჩევ? ნაძლევს ნურასოდას ნუ დასდევ და ჩვენ კარში გამოვედით, გავძვედით ბრბოში და სალაროსკენ წავედით. ვიგრძენი აქ რაღაც სხვა ამბავია მეთქი, იმიტომ რომ იმ დღეს ქსარის მხედარი თვითონ ჯორჯი იყო. გზად ჩემმა მოხუცმა ყვითელი ფერის ტაბულა იყიდა, რომელშიაც ეწერა, რომ ქსარზე ჩადიოდნენ მხოლოდ 5-10-ზე, სეფიზიდოძე 3-1-ზე, კერკუბინის სიაში მე-5 ეწერა 8-1-ზე. ჩემმა მოხუცმა 5000 დასდო კერკუბინზე. ჩვენ გამოვედით მოუარეთ ტრიბუნას და ზევით ავედით, საიდანაც უკეთ ჩანდა ყველაფერი. ტრიბუნებზე ტევა არ იყო. ჯერ გამოვიდა ვიღაც კაცი გრძელი, დაკეცილი მათრახით ხელში კოჭებამდე სერთუკი ეცვა და ნაცრისფერი ცილინდრი ეხურა. მის უკან გამომწკრივდნენ ცხენები თავისი მხედრებით. ცხენებს ორი მხრივ ალუვირში ხელწავლებული მეჯინიბეები მოსდევდნენ. ყველაზე პირველი გამოვიდა ჩალისფერი ულაყი ქსარი. ერთი შეხედვით მაინც და მაინც მაღალი არ მოეჩვენებოდა კაცს, სანამ არ დაუკვირდებოდა მის მაღალ ფეხებსა და მთელმის აგებულებას. ჰოი ბიჭო, რა ცხენი იყო. ქსარზე ჯორჯი იჯდა. ცხენი დინჯეთ მოსდევდა უკან ნაცრისფერ ცილინდრიანი მოხუცს, რომელიც ცირკი შტალმაისტერივით მოაბიჯებდა. თაფლა ქსარი ოქროსფრად ბზინავდა მზეზე. უკან კოხტა შავრა მოსდევდა, მას მოხდენილი და პატარა თავი ჰქონდა. ზედ ტომი არჩიბალდი ამხედრებულიყო. მათ უკან კიდევ 5 სხვა ცხენი გამწკრივებულიყო ერთ ხაზზე. დინჯეთ ჩაიარეს ტრიბუნებთან და სასწორისკენ წავიდნენ. ჩემმა მოხუცმა მითხრა, კერკუბინის სწორედ ის შავრა ცხენია მეორე რომ მოდისო და მეც კარგად შევათვალიერე. კოხტა ცხენი კი იყო, მაგრამ ქსარს მაინც ვერ შეედრებოდა. ხალხი ტაშისკრით შეეგება ქსარის გამოჩენას. რა უღმერთოთ ლამაზი ცხენი იყო. მთელი ეს პროცესია ჯერ შორეულ რკალზე გაიჭიმა, მერე კი თანდათან ჩვენსკენ გამოემართა და უფროსმა მეჯინიმ უბრძანა დანარჩენებს ერთმანეთისგან დაეშორებინათ ცხენები და თავის ნებაზე მიეშვათ. რათა დაოთხილი გაჭენებულიყვნენ სტარტისკენ და ყველას მისცემოდა საშუალება კარგად დაეთვალიერებინა. გაასწორეს თუ არა სტარტთან ცხენები, ზარისხმოც გაისმა და აი ისიც ჯგუფურად წყდებიან ადგილს და მიქრიან. მალე მოვედნენ მეორე ბოლოში არიან გასული და შორიდან პატარა სათამაშო ცხენებს გვანა. დურბინში უყურებდი და დავინახე, რომ ქსარი კარგა მანძილით ჩამორჩა დანარჩენებს. ყველაზე წინ კი ერთი ქურანი მიქროდა. ცხელებმა მოედანი შემოორკალეს და წინ ჩაგვიქროლეს. ქსარი ახლა თითქმის სულ ბოლოში მოქცეულიყო. კერკუბინი კი დაწინაურებულიყო და თანაბარი სიჩქარით მიდიოდა. ღმერთმანი პირდაპირ გული მიჩერდებოდა, ძირომ ჩაგვიქროლებდნენ ხოლმე, მერე ნელ-ნელა პატარავდებოდნენ სივრცეში. მოსახვეში ისევ შეჯგუფდებოდნენ და მერე როგორც კი სწორზე გამოვიდოდნენ, ისევ გაიშლებოდნენ. უყურავდი და თავს ძლივს ვიკავებდი, რომ ერთი ლაზათიანად არ შემეკურთხებინა. ხოლოს ერთი წრე კიდევ შემოუარეს და ისევ სწორზე გამოვიდნენ. თავში ისევ კერკუბინი მიქროდა, ხალხი დაიბნა და იგულო ყველა ხმადაბლა იმეორებდა ქსარის სახელს. ცხენები კიდევ მოგვიახლოვდნენ და მოვლოდნენად რაღაცამ შურდულივით გაიელვა ჩემს დურბინში. როგორც ცხენის თავიანმა ყვითელმა ელვა. იგულო ბრბო გიჟივით აღრიელდა. ქსარი, 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 ისეთი სისწრაფით მიქროდა, როგორადაც მანამდე ალბათ არც ერთ ცხენს არ ურბენია. მალე წამოეწია კერკუბინს, რომელიც ისე მიქროდა, როგორც საზოგადოდ მიქრიან ხოლმე ცხენები, როცა მათ მხედარი გამალებით ურტყავს მათრახს. მალე ერთმანეთს გაუთანასწორდნენ და რამდენიმე წამს ერთად მირბოდნენ. შორიდან ისე ჩანდა, თითქოს ქსარი ერთიორად უფრო სწრაფად მიდისო. იმდენად დიდ ნახტომებს აკეთებდა და ისე ძალზე ჰქონდა წაგრძელებული კისერი. ფინიშთანაც ერთდროულად მივიდნენ და როცა ნომრები გამოკიდეს, პირველი იყო ნომერი 2. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ კერკუბინმა მოიგო.
მოსვენებას ვერ პოულობდი, რომ მთელი სხეული მიცახცახებდა. მერე კი ყოველი მხრიდან მოგვაწვდნენ და ხალხის ტალღამ ჩვენც იმ დაფისკენ გაგვიტაცა, სადაც უნდა გამოეცხადებინათ რამდენ სიძლეოდნენ გამარჯვებულზე. სიმართლე რომ ითქვას, ისე გამიტაცა დოღის ყურებამ და იმდენად მინდოდა ქსარი ყოფილიყო გამარჯვებული, რომ აქამდე არც კი გამხსენებია რამდენი დასდო ჩემმა მოხუცმა კერკუბინზე. მაგრამ ახლა კი როცა ყველაფერი დამთავრდა, გამეხარდა რომ ჩვენ გავიმარჯვეთ. რა შესანიშნავი დოღი იყო არა მამი, უთხარი მე. იმამ მხოლოდ უცნაურად შემომხედა და ქუდი კეფაზე გადაიგდა. ოჩაღი ბიჭია ჯორჯი, თქვა მან. მართლაც დიდი ოსტატობა გმართებს კაცს, რომ ქსარს არ მოაგებინა. ხო, ადრევაც გრძნობდი, რომ აქ რაღაც სხვა ამბავი იყო, მაგრამ ახლა როცა ჩემმა მოხუცმა ასე პირდაპირ მითხრა ყველაფერი, მთელი სიამოვნება დამეკარგა და არც მაშინ მიგზნია სიხარული, როცა დაფაზე ნომრები გამოკიდეს და გამოირკვა, რომ კერკუბინზე 65 და 50 იძლევიან. ირგვლივ ყველა გაიძახო და საწყალი ქსარიო, მე კი ვიდექი და ვფიქრობდი, აფსუსს რატომ ერთი მე არა ვარ ჟოკეი, რომ იმ ძაღლის შვილის მაგილად მჯდარიყავი ქსარზე. თან თვითონვე მიკვირდა, რომ ამას ჯორჯ გარდნერზე ვამბობდი, რომელიც წინათ ძალზე მიყვარდა. და სხვა რომ არა იყოს რა, განაიმან არ მოგვაგებინა ამდენი, მაგრამ რაც გინდათ თქვით და მაინც ძაღლის შვილი იყო. თუ მოხდებოდა ისე, რომ დოღის საყურებლად მეზონიდან ტრამბლეში წავიდოდით, უკან მოbrunებისას გზად აუცილებლად პარიზში უნდა ჩამომხდარიყავით. წავიდოდით ხოლმე და დავსხდებოდით კაფე დე ლა პარიზის წინ და გამოვლელთა ყურებით ვიქცევდით თავს. გიგჟდომას არაფერი ჯობდა. რაჯურის ხალხი არ მიდიმოდიოდა წარამარა მოგვადგებოდნენ სხვადასხვა წვრილმანით მოვაჭრე ბიჭები და ხან რაც გვთავაზობდნენ, ხან რაც. ძალზე მიყვარდა იქშნომა ჩემს მოხუცთან ერთად. ყველაზე უკეთ იქ ვატარებდით დროს. დრო და დრო მოვიდოდნენ ჩვენთან სათამაშო ბაჭიებით მოვაჭრე ბიჭები. ბალანს რომ თიც დააჭერდი ბაჭი ახტუნვას იწყებდა. ძალზე უყვარდა ჩვენთან მოსვლა, რადგან ჩემი მოხუცი მუდამ ეხუმრებოდა. ფრანგულს ისევე თავისუფლად ლაპარაკობდა როგორც ინგლისურს და თითქმის ყველა ქუჩაში მოვაჭრე იცნობდა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ძნელი არ არის ჟოკეის ცნობა და ამის გარდა მუდამ ერთსა და იგივე მაგიდასთან ვისხედით და შეგვეჩვევდნენ. აქვე მოდიოდნენ საქორწინო გაზეთებით მოვაჭრეინს და კიდევ ის გოგონებიც რეზინის კვერცხებს რომ ყიდნენ. ხეს მოუჭერდა მამალი გამოხდება. აქვე მოდიოდა ერთი ბებრუცანაჭია ყელას რომ ჰგავდა და ღია ბარათებს რომ ყიდდა პარიზის ხედები. ყველას თავაზობდა და როცა ვერაფერს გაასაღებდა, ახლა უკვე ჩუმად უჩვენებდა კიდევ რაღაც ბარათებს უხამსი სურათებით. ამას კი ყველა მაშინ ვყიდულობდა. ვინ მოთulis რაჯურის ხალხს არ წავწყდო მივართ აქ, საღამო ხანს კახბები ჩამოვიდნენ ხოლმე და ეძებდნენ ვინმეს, ვინც სავახშმოდ წაიყვანდა. ჩემს მოხუცსაც არაერთხელ გამოლაპარაკებიან, ის კი მაშინვე ფრანგულად წაიოხუნჯებდა და ისინიც მას მერე რაც თავზე ხელს გადამისვოდნენ გაგვიცლებოდნენ. ერთხელ მახსოვს ერთი ამერიკელი ქალი მოუჯდა მეზობელ მაგიდას თავის ქალიშვილთან ერთად. ნაყინსას ჭამდნენ და ისეთი ლამაზი გოგონა იყო, რომ თვალი ვერ მოუწყვიდა. გავუღიმე კიდევაც, მანაც გამიღიმა და სულ ამით დამთავრდა ყველაფერი. მერე მახსოვს მუდამ დღეველოდი რომ ისე მოვიდოდნენ, გარაწყვეტილი მქონდა გამოვლაპარაკებოდი და გამეცნო. მახსოვს არაერთხელ მიფიქრიან და თუ გამოუშვებიან რომ ოტეილში ან ტრამბლეში გავასეირნო მეთქი. მაგრამ ეს იყო და ეს. მას მერე იქ აღარასოდეს გამოჩენილი. ვინც ისეგებ უკეთესიც იყო რომ ჩვენი გაცნობა არ შესდგა. მაინც არაფერი გამოვიდოდა, რადგან როგორც ახლა მაგონდება მგონი ასეთნაირად ვაპირებდი მასთან გამოლაპარაკებას. მაპატირნებას თუ მომცემთ გეტყვით ვინ მოიგებს დღევანდელ დოღში ინგიანში. ამის გაგონებაზე გოგონა რა თქმა უნდა იფიქრებდა რომ ვინმე გამოქექილი შუა კაცი ვიყავი და ვერც კი მიმხვდებოდა ჩემს გულწრფელობას. ვისხერით ხოლმე ასე კაფე დე ლა პარიზის წინ ჩემი მოხუცი და მე და ოფიციანტი თავს გვევლებოდა. ეს იმიტომ რომ ჩემი მოხუცი მუდამ 5 ფრანკიან ვისკის სვამდა და როგორც წესი ანგარიშის გასწორებისას ზედმეტსაც ბევრს უტოვებდა. ის ახლა უფრო მეც სვამდა ვიდრე ოდესმე. თავს კი იმით იმართლებდა არ მუშაობდა ვისკისგან წონასაც ვიკლებო. მაგრამ მე ხომ ხედავდი რომ სუქდებოდა და სუქდებოდა. მეზონელ მეგობრებსაც სულ ჩამოსწვიდა და მათთან ყოფნას ჩემთან ბულვარზე ჟდომა ერჩია. ფულის სათამაშოდ კი ყოველდღიურად დადიოდა დოღზე და თუ მოხდებოდა ისე რომ წააგებდა, კარგა ხანს იყო შუფრშეკრული და დაძმარებული, მაგრამ საკმარისი იყო მაგიდას მივსყდომოდით და ერთი ჭიქა გადაეკრა, რომ უმალვე ბუნებაზე მოდიოდა. მუდამ დღე ყიდულობდა პარის სპორტს. გაზეთის კითხვისას დრო და დრო გამომხედავდა ხოლმე და ეშმაკურად მეტყოდა. სად არის შენი გოგო ჯო? ეს მასმერი რაც იმ გოგოზე უამბე. მე ავიდეწებოდი, მაგრამ კაცმა რომ თქვას კიდევაც მსიამოვნებდა რომ ასეთნაირად მახელებდა. აბა აცეცი თვალები იტყოდა ის. აინახე თუ არ მოვიდეს. ხან შემეკითხებოდა ხან რას და მე ჩემს პასუხებზე გულიანად იცინოდა. ზოგჯერ კი თვითონაც მიამბობდა 1000 რამეს ეგვიპტეზე, სენტ მორიცში ყინულზე გამართულ დოღზე, როცა ჩემი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
მიყვებოდა იმასაც, რომ ადრე ომამდე საფრანგეთში ნამდვილი დოღი ეწყობოდა ყოველგვარი პრიზებისა და ხალხის გარეშე. ნამდვილი დოღი იმისთვის, რომ ჯიში არ გადაშენებულიყო. აი დოღიც ის იყო. მოჯირითეები ისე ერეკებოდნენ ცხენებს, რომ პირდაპირ ღდინს აგდებინებდნენ. როგორ მიყვარდა მამა ჩემის მოსმენა, მზად ვიყავი საათობით მეგდო ყური, უფრო მეტად კი მაშინ, როცა 1-2 ჭიქა ჰქონდა გადაკრული. მახსოვს არაერთხელ უამბნია, როგორ ნადირობდა ბიჭობაში ენოტებზე. მიყვებოდა როგორ ცხოვრობდა ადრე შტატებში, იქამდე ვიდრე იქ ყველაფერი რიგზე იყო. მახსოვს მეტყოდა ხოლმე, აი ჯო, როგორც კი ბლომად ფულს მოვიგდებთ, ხელში შტატებში გაგაგზავნი და სკოლაში მიგაბარე. გაჯანდება მინდა შტატებში თუ იქ ყველაფერი რიგზე არ არის, ვამბობდი მე, საქმე მაგაში არ არის, იტყოდა ხოლმე ის. მე მოუხმობდა ოფიციანტს ანგარიშს გაასწორებდა, დავიჭერდით ტაქსის, მივიდოდით სენ ლაზარის სადგურზე და მეზონის მატარებელში ვსხდებოდით. ერთ დღეს ოტელში აუქციონზე ჩემმა მოხუცმა 30,000 ფრანკად სტიბლ ჩეისში გამარჯვებული ცხენი იყიდა. მართალია ცოტა ზედმეტის მიცემა მოუხდა, მაგრამ ბოლოს ცხენი მაინც მას დარჩა და ერთ კვირაში მოწმობაც აიღო. როგორ გამეხარდა, რომ ჩემს მოხუცს საკუთარი ცხენი გაუჩნდა. მაშინვე ჩარლზ დრეიქსაც მოელაპარაკა, რომ ცხენს მის ბაკებში დააყენებდა. თავიანება პარიზში სიარულს ვარჯიშს შეუდგა და წონის დაკლება დაიწყო. ჩვენი ცხენის მეჯინიბეები ჩვენვე ვიყავით. სახელად გილფორდი ერქვა. ირლანდიური ჯიშისა იყო და დაბრკოლებათა გადალახვა ჩინებულად შეეძლო. ჩემმა მოხუცმა თვითონვე მიჰყო ხელი ცხენის წვრთნას. ეს იმიტომ, რომ დანახარჯი მალე აინაზღაურებინა. უნდა გენახათ, როგორ მომქონდა თავი ჩემთვის, რომ გეკითხათ, ჩვენი გილფორდი არაფრით ჩამოუვარდებოდა ქსარს, საოცრად მოქნილი ქურანი იყო. სხარტი და ფეხმარდი თუ კი ბილიკზე გაიყვანდი. ამასთან საკმაოდ ლამაზიც. როგორ მიყვარდა ჩვენი გილფორდი. პირველ სავაშეჯიბრებაზე სტიპლ ჩეისში 2500 მეტრზე გილფორდი მესამე მივიდა ფინიშთან და მახსოვს, როცა ჩემი მოხუცი სახე გაბრწყინებული ჩამოხდა ცხენიდან და ასაწონად წავიდა, ისე მომქონდა თავი თითქოს ეს პირველი იყო, რომ ჩემი მოხუცი სამეულში მოხვდა. თქვენც ხომ იცით, როგორ ხდება, როცა კაცი კარგა ხანს აღარ გინახავს ცხენზე, არც კი გჯერა, რომ ისოდესმე მოჯირითე შეიძლებოდა ყოფილიყო. წინათ მილანში ჩემს მოხუცს ცოტაჯერ როდი მიუღია მონაწილეობა ამას დიდ დოღშიც, მაგრამ ასე არასოდეს აღელვებულა. კიდევაც რომ მოეგო არაფრად აგდებდა. ახლა კი სულ სხვა იყო. წარმოიდგინეთ მეც კი. შეჯიბრებების წინა ღამეს ერთი წუთით არ მომეხუჭავს თვალი. ჩემი მოხუცი კი თუმცა არ იმჩნევდა მოსვენებას ვერ პოულობდა. სულ სხვა საქმეა, როცა საკუთარ ცხენზე ზიხარ. მეორედ ჩემმა მოხუცმა და გილფორდმა სტარტი აიღეს მარატის პრიზზე გამართულ შეჯიბრებაში 4500 მეტრზე. ეს იყო ოტელში ერთწვიმიან კვირა დღეს. როგორც კი სტარტზე გავიდნენ, ტრიბუნაზე ავედი და დურბინდი მოვიმარჯვე, რომელიც ჩემმა მოხუცმა საგანგებოდ ამ დღისთვის მიყიდა. სტარტი კარგა შორს იყო, მოედნის მეორე ბოლოში და გაურკვევლად ხედავდი, რომ ბარიერთან რაღაც ჩოჩქოლი ატყდა. რომელიღაც ცხენი შავი თვალსაფრებით რატომღაც ბორგავდა და აქეთ იგი დაწყდებოდა, ისე რომ ერთხელ ბარიერსაც მიეჯახა. ჩემს მოხუცებს ხედავდი თავის შავ კამზოლში, თეთრი ჯვრით და შავი კარტუზით თავზე. გილფორდზე იჯდა და ტანზე ხელს უსვამდა. მერე ადგილიდან მოწყდნენ და ხეებს უკან თვალს მოეფარნენ. ზარკი გაუმწყვეტლად რეკდა და სალაროების ფანჯრებს ჯახუნით კეტავდნენ. უნდა გამოგიტყრეთ, ისევ ვღერავდი, რომ იქით გახედვისაც კი მეშინოდა. ბოლოს კი მაინც მოვიმარჯვე დურბინდი და იქით გავიხელე, საიდანაც უნდა გამოჩენილიყვნენ და მალე გამოჩნდნენ კიდეც. ნაცნობი შავი კამზოლი მესამე მოდიოდა. ყველა ერთად ჩიტებივით გადაფრინდნენ თხრილებზე, მერე ისევ თვალს მოეფარნენ. ისევ გამოჩნდნენ და ახლა თავდაღმა დაეშნენ. ლამაზად მოდიოდნენ თანაბრად ერთ ხაზზე. მერე მესერს გადაევლნენ და ერთად შეჯგუფებულებმა ჩაიქროლეს ჩვენს წინ. ისე მჭიდროდ შეკრულიყვნენ და ისე თანაბრად მიდიოდნენ, გეგონებოდათ კაცმა, რომ მოინდომოს ფეხით გადაევლისო მათ ზურგებზე. შემდეგ კიდევ გადაფრინდნენ ორ მაგ მესერზე და უეცად რომელიღაც ცხენი თავის მხედრიანად ძირს გაგორდა. რომელი იყო თვალი ვერ შევასწარი, მაგრამ ცხენი უმალვე ზეზე წამოხდა და განზე გაფრთხა. დანარჩენებმა კი შემორკალეს გრძელი მარცხენა მოსახოვი და სწორზე გავიდნენ. შემდეგ მაღალ ქვის მესერს გადაევლნენ და ისევ ერთად შეჯგუფულნი სარბენი ბილიკით ახლა ტრიბუნების წინ გათხრილი წყლით სავსე თხრილისკენ გაჭენდნენ. წინ რომ ჩავიქროლეს წყვილით წავაქეზე ჩემი მოხუცი, ყველაზე წინ იყო, ცოტა განზე იჭერდა და მაიმუნივით უკათ იჯდა ცხენზე. ისინი ახლა თხრილისკენ მიქროდნენ. ის იყო ჯგუფურად აიღეს თხრილის წინა მესერი, რომ უეცრად რაღაც ჭახანი მოისმენ და დავინახე, რომ ორი კიდურად ცხენი ჯერ განზე გახდა და მერე ისევ სირბილი განაგრძო. სამი დანარჩენი კი ძირს დაენარცხა. ჩემი მოხუცი აღარსად ჩანდა. ბოლოს როგორც იქნა ერთი ცხენი წამოფაფხდა ფეხზე. მხედარმა აღვიში ხელის დაცარა ზედ შეჯდა. ფულის დაკარგვისა თუ ეშინოდა.
მეორე ცხენით წამოდგა და თავის კანტურით და ძირს მოთრეული აღვირით 4-ით გაჭენდა. მისი მხედარი კი წამოდგა ბილიკიდან გადავიდა და ღობისკენ წალასლასდა. მერე ძირს გართხმული გილფორდის დავინახე. ჯერ განზე გადაგორდა რომ მხედრისკენ თავი გაენთავისუფლებინა. მერე წამოდგა სამ ფეხზე გაჭენდა და წინა მარჯვენა ფეხი საწოდავად აითრია. ახლა დავინახე ჩემი მოხუცი, რომელიც მიწაზე გულაღმა ეგდო და მთელი სახე სისხლში ჰქონდა მოსროლი. ტრიბუნიდან სირბილით დავეშვი. ძლივს გამოძვერი ხალხში და ღობეს მივაწყდი, მაგრამ აქ პოლიციელმა ხელი წამოვლა და შემაკავა. მერე დავინახე როგორ ჩაატარა ორმა ზორბალ სანიტარმა საკაცე, რომელიც ჩემი მოხუცისთვის მიქონდათ. უფრო შორს კი იპოდრომის ბოლოში თვალი მოუყარის სამ ცხენს, რომლებიც მოსახვევში გამოჩნდნენ და მესერს გადაევლნენ. ჩემი მოხუცი უკვე მკვდარი იყო, როცა საკაცით მოიტანეს და იმ დროს, როცა ექიმი გულს იმჯავდა, მოედნიდან სროლის ხმა მომისმა და მივხვდი, რომ ეს გილფორდი მოკლეს. გვერდზე მეუწექი ჩემს მოხუცს, როცა ის ექიმის ოთახში დაასვენეს იატაკზე, ჩავაფრინდი საკაცეს და დიდხანს ვტიროდი. ის კი ისეთი გაფითრებული იყო, ისეთი უსიცოცხლო, ისეთი მკვდარი. ვტიროდი და მაინც არ შემეძლო არ მეფიქრა იმაზე, თუ რატომ მოკლეს გილფორდის. ხომ შეიძლება და რამე შველებოდა მის ფეხს. ღმერთმა ვერაფერი გამეგო. ძალზე მიყვარდა ჩემი მოხუცი. მე კიდევ ორი კაცი შემოვიდა. ერთმა ჯერ მხარზე დამადო ხელი, შემდეგ კი მივიდა ჩემს მოხუცთან და დახედა. მერე კი საწოლს ზეწარი წააძრო და ზედ წააფარა. მეორე კი ამ დროს ტელეფონით ლაპარაკობდა და ვიღაცას ფრანგულად ეუბნებოდა, რომ სანიტარული მანქანა გამოეგზავნათ ჩემი მოხუცის მეზონში გადასატანად. მე კი სულ ვტიროდი და სულ უკუნებდი. ჯორჯ გარდნერი შემოვიდა, დაჯდა იატაკზე ჩემს გვერდით. ხელი მომხვია და მითხრა: ჩუ, კარგი გეყოფა ბიჭო. ადექი, წამო, კარში დაველოდოთ სანიტარულ მანქანას. მე და ჯორჯი ალაყაფში გამოვედით. ტირის ძლივს ვიკავებდი. ჯორჯმა ჯიბიდან ცხვის სახოცი ამოიღო და ცრემლები შემიმშრალა. მერე კი განზე მივდექით, რადგან ალაყაფში ხალხი ჯგროდ გამოდიოდა. განზე რომ ვიდექით, ჩვენს გვერდით ორი კოხ და პრუწა ბიჭი გაჩერდა. ერთმა რომელსაც ხელში ბილეთების დასტა ეჭირა, თქვა: მაგ ბატლერმა იმდენ იქნა, სანამ თავისი არ მიიღო. ჯანდაბამდე გზა ჰქონია, თქვა მეორემ, ავაზაკი, ახია მაგაზე. მართლაც რომ ახია, თქვა ისევ პირველმა და ბილეთების დასტა შუაზე გადახია. ჯორჯმა შემხედა, აინტერესებდა გავიგონე თუ არა. მე კი რა თქმა უნდა ყველაფერი გავიგონე. ყურს ნუ უგდებ მაგ სულელების როშვას, ჯო. მამა შენი კაი კაცი იყო. აბა რა ვიცი. ნუ მოინდომებენ, თორემ ისევ დღეს დაგაყრიან, რომ კაი კაცობაც არ გიშველის. ამათ ხელში მეტი რა ამოსალოდნელი.